იცოდით თუ არა, რომ ქართველებისა და სომხების მსგავსად კავკასიის ალბანელებსაც გააჩნდათ საკუთარი რელიგიური კერები წმინდა მიწაზე. ამის თაობაზე მოკლედ ამ ვიდეოში მოგითხრობთ. კავკასიის ალბანეთში მეზობელი კავკასიური სახელმწიფოების მსგავსად ქრისტიანობამ ფეხი საბოლოოდ მე-4 საუკუნიდან მოიკიდა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მეზობლების მსგავსად კავკასიის ალბანეთის ეკლესია დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის სახელით პოზიციონირებდა რეგიონში. ეკლესიას ყავდა თავისი წინამძღვარი, რომელიც თავდაპირველად ეპისკოპოსად და ზოგჯერ კი მთავარ ეპისკოპოსად მოიხსენიებოდა, ხოლო შემდგომში კათალიკოსად. ეკლესიას გააჩნდა თავისი ეპარქიები და მეზობელ მხარეებში სამისიონერო საქმიანობასაც ეწეოდა. ამის გარდა კავკასიის ალბანელებს წმინდა მიწაზე 10-მდე მონასტერი გააჩნდათ. მეტიც, ბევრი მათგანის სახელიც კი ვიცით. წმინდა მიწაზე ალბანელთა მონასტრების ჩამონათვალი კავკასიის ალბანეთის სამეფოზე შედგენილ მთავარ საისტორიო წყაროში, ალბანთა ქვეყნის ისტორიაში გვხვდება. ამ მონასტრებს უმეტესწილად ალბანეთში მდებარე გეოგრაფიული ადგილებისა თუ რელიგიური ცენტრების სახელები ერქვათ. აი რას გვეუბნება ეს ადრეული შუა საუკუნეების წყარო მათ შესახებ. პანდავანქის, ანუ პანდის მონასტერი, მდებარეობდა ზეთისხილის მთის აღმოსავლეთით. ააშენა ალბანთა ქვეყნიდან მოსულმა ერთმა მეუდაბნოემ, პანონმა. ავტორი გვამცნობს, რომ მის დროში მონასტერს ალბანელი მღვდელი პეტროსი ფლობდა. მრუვის მონასტერი. აშენებულია 40 სებასტიელი მოწამის სახელზე. მდებარეობდა პანდავანქის მახლობლად. ავტორის ცნობით, ის უკვე არაბთა ხელში იყო. პარტავის მონასტერი. აგებულია ღვთისმშობლის სახელზე. მდებარეობდა დავითის გოდოლთან. იმ დროისთვის ფლობდა ერთი ქალი, სახელად მარიამი, შამქორიდან. მონასტრის მეორე ნახევარი კი არაბების ხელში იყო. კალანკათუიკის მონასტერი პარტავის მონასტერთან მდებარეობდა. იმ დროისთვის ფლობდა თეოდოროსი, ქრისტიანი არაბი. მასთან ერთად მონასტერს ფლობდა აბულკამი, რომელიც ვანის ტბის ჩრდილოეთიდან იყო აქ მოსული. მას მემატიანე უსამართლო და ბოროტ არაბად მოიხსენიებს. არცახის მონასტერი ღვთისმშობლისა და წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელზე იყო აგებული. იმ დროისთვის უკვე მთლიანად არაბები ფლობდნენ. ამარასის მონასტერი ალბანელთა პირველი კათალიკოსის, გრიგორისის პაპის და ამარასის მონასტრის დამაარსებლის, სომეხთა განმანათლებლის გრიგოლის სახელზე უნდა ყოფილიყო აშენებული. მემატიანე გვამცნობს, რომ იმ დროისთვის მონასტრის ნაწილს ერთი ქალი ფლობდა, ხოლო მეორე ნაწილს არაბები. ავტორი კიდევ 4 მონასტერზე საუბრობს. აქედან 3-ზე ამბობს, რომ მათ არაბები ძალით დაეუფლნენ და მათი სახელები უცნობია, ხოლო მე-4 მდებარეობდა არავენის მონასტერთან. აქ შესაძლოა რომელიმე სომხური მონასტერი იგულისხმებოდეს. იმ დროისთვის მასაც არაბები ფლობდნენ. სამწუხაროდ დღესდღეობით ამ მონასტრების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, რადგან ალბანელთა სახელმწიფოს ჩამოშლასთან ერთად წმინდა მიწაზე ალბანური მონასტრების კვალი ნელ-ნელა ქრება. ალბანელთა წმინდა მიწაზე მოღვაწეობის კვალი ჩანს თომა ალბანელის ამბავშიც, რომელსაც იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი იოანე მე-4 მის მიერ ალბანელთა ეკლესიის წინამძღვრისადმი მე-6 საუკუნეში მიწერილ წერილში ახსენებს. თომა, როგორც პანდავანქის, ანუ პანდის ალბანური მონასტრის ბერად არის მოხსენიებული. კავკასიის ალბანელთა წმინდა მიწაზე არსებული კერების შესახებ კიდევ ერთი მინიშნება ეგვიპტეში. სინას მთასთან არსებულ წმინდა ეკატერინეს მონასტერში გვხვდება, სადაც გასულ საუკუნეში აღმოჩენილ პალიმსესტებზე ალბანური დამწერლობით შესრულებული რელიგიური ტექსტები აღმოჩნდა. ერთი ვერსიის თანახმად, ალბანურ ტექსტებზე ქართულად გადაწერილი ტექსტი წმინდა ეკატერინეს მონასტერში ქართველმა ბერებმა ჩაიტანეს, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით ეს ხელნაწერები აქ იერუსალიმიდან წამოსულმა ალბანელმა ბერებმა წამოიღეს.